ამერიკის შეერთებულ შტატები. გამოვიდნენ და ოფიციალურად თქვეს, რომ კი მოვატყუეთ უკრაინა, კი რომ მოვატყუეთ უკრაინა ნატოში გაწევრიანებაზე, მაგიტო დაიწყო ომი და რუსეთის ადგილზე ყველა ომს დაიწყებდა, იმიტომ რომ ეგეთი ქმედება ომს იწყებს ხოლმე. ხო უნდა ამ ქვეყანაში ერთხელ მაინც ვინმემ დააფასოს ვიღაცა სიმართლეს გეუბნებოდათ, არა იმას, რისი მოსმენაც გინდოდათ. ჩვენ აქ ვიჯექით და გიხსნიდით, რატო მოხდებოდა ეგ ომი წინასწარ, რომ მოხდა მერე რო გიხსნიდით, როგორ დამთავრდებოდა, რა შედეგებით. და დღემდე რო ყელში ამოგვადინეს, რომ აი ზუსტით არიღები და დროები ვერ და რავია შეიძლება ზუსტი დრო მაგ ომის რამდენი ხანი გაგრძელდებოდა, შეიძლება ამერია, მაგრამ შედეგები რო დავსვი ზუსტად, ეგ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია და ვერავინს ქართულ საექსპერტო სივრცეში ჩვენ გარდა კეთილი ინებეთ ხალხო, ის მაინც შეძელით, რომ აწი რაღაცას რო გეუბნებით, ხო? როგორც მინიმუმ ამას შეხედეთ, არა იმ კუთხით, რომ აი სიამოვნებს თუ არა ესენი მე რას მეუბნებიან. არამედ იმ კუთხით, რომ ბიჭო, ამათმა ეხა ომის დაწყებას წინასწარ თუ მეუბნებოდნენ, თუ გაარტყეს, შედეგები თუ გაარტყეს, მიზეზები თუ გაარტყეს და მხარეებმა აღიარეს მერე, რასაც ესენი ამბობდნენ, ეტყობა ამათმა იციან ეს ამბავი, ესმით, კეთილი ინებეთ და ცოტა რეალისტურად შეხედეთ ამ მართლა ეხლა